რეკლამა დასრულდა, ვაგრძელებთ საუბარს. ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს ქართული ლიბერდებილური ოპოზიციის და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დრამა. მე შემიძლია ვიცინასწარმეტყველო, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ეხლა არის მოწყვლადი არალიბერალების და ევროპის მხრიდან. არამედ ზუსტად 3+3 ფორმატის ევრაზიული არჩევანის მქონე ან ევროსკეპტიკური ადამიანების მიმართ, რომლებსაც არასაკმარისი ევროსკეპტიციზმის გამო შეიძლება ძალიან მაგრად გააკრიტიკონ ხელისუფლება. ხელისუფლებას არ ელის, აი ეს თამამად შემიძლია თქვა, საფრთხე ამერიკისგან და უკვე აღარ ელის. როგორ არ არის საფრთხე, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან მყარი ზღუდეები გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცავთ მშვიდობას და სუვერენიტეტს და აქვს კიდევ ერთი ფაქტორი, რომ ამ ძალების წარმომადგენლები კრუგ-გონბეგონ ავადმყოფები არიან. მართლაც ავადმყოფები არიან. ანუ არა სუსტები, არა გაუცნობიერებული, არამედ 100%-იანი ავადმყოფი ადამიანები. იმიტომ რომ, რა ვიცი ახლა, რა ვიცი ეს ხოშტარია რო არის ლაკა და კორესპონდენტს ეუბნება რომ რუსი ხარო და თვითონ ცვეთში ეს ხო ნახეთ ჩანაწერი არსებობს რუბლები ერიცხებათ ოჯახს ოღონდ მართლა ხო ეს არის ავადმყოფობა ეს სხვა რამეა არა ავადმყოფობა უკვე ავადმყოფობა უტიფრობა აღარ არის ავადმყოფობაში გადადის ეგ და თან მათ ბევრ ჰაბიტუს დააკვირდით მე გარეგნობას კი არ დავცინე აი ფსიქიკური პრობლემები ხო სიგიჟებს დააკვირდით იმ ბავშვებისას სამწუხაროდ რომელიც მართლა პაციენტები არიან გარკვეული პროფესიის მქონე ექიმებს ფსიქიატრებს შეიძლება ფსიქოლოგები არ ვიცი ვინ კეთავს 20 ბავშვი სიგიჟებს რო აკეთებს ანუ ამ ხრიდან დასული ვართ მაგრამ მოწყვლადი არის ამ ხრიდან და ეს მე მithქვამს და არის ამის ნიშა რომ აიღოს ასეთმა პარტიებმა აიღონ ძალიან დიდი პროცენტი გადამწყვეტი პროცენტი არა იმათზე გაცილებით მეტი ვიდრე ახლა აიღებენ ამ არჩევნებში რომელშიც მონაწილეობას იღებენ თუ არ იღებენ ჩორტი ოზნაირ ესენი ხო ანუ მე შეიძლება თქვა რომ ამერიკამ განსაკუთრებით და ამ დებილურმა ევროპულმა პატარა ქვეყნებმა და დიდმა ქვეყნებას ასრულებს ევროპას საქართველოში ქართული ოცნების არანაირი წვლილი ამაში არ არის მეგობრებო ქართული ოცნება ბოლომდე ცდილობდა მართლაც და შეიძლება თავისი პრესტიჟითაც და რეიტინგითაც კი რაღაცნაირად შეიძლება დათმო რაღაცა თავის რეიტინგი რომ როგორმე ეს გზა არ დაკარგულიყო ოღონდ მართლა უყურებ ეხლაც კი ქართული ოცნება რომ რესკად გადავიდეს ანტიევროპულზე ხო გაცილებით კარგი იქნება მისთვის რეიტინგულად მაგრამ სახელმწიფოებრივად ფიქრობს და არ გადადის რაღაცები არ მოგწონს ხო ეს გადადგმუნა ვიჯები ხელისუფლებს მაგრამ მესმის რომ მე არ მაქვს პასუხისმგებლობა და ემოციურად არ მომწონს და მათ ცდილობენ ისინი ყოველ შემთხვევაში ეს და რამდენი ხანი გაძლევს ეს ჯებირი უკვე ინგრევა რა და სხვა ოპოზიციური ძალას აქვს ამის საშუალება ეხლა რატო ლაპარაკობ იპიპი კიდე ეს იპიპი ღმერთო რა სახელებია იპიპის მიპიპი ეს უკვე გახსნილი ტრუპები რა უკვე თავდება ღმერთო ევროკავშირი აღარ იქნება ცოტა ხანში ომის დასრულება ევროპაში ასეთ დიდი ომი გამოიწვევს ტექტონიკურ ძვრებს შიგნით ქვეყნებში გამოიწვევს უკვე არ მოსწონთ რომ ვიღაცა ევროკავშირის ვიღაცა გაურკვეველი ტიპები რომელსაც პალნამოჩები არ აქვს უფლებამოსილება არ აქვს მართავს იპიპი თქვა რომ გამჭვირვალებო კარგიაო კაცო და ის ფონდებიო ანგარიშს უნდა აბარებდნენო ოღონდ ევროკავშირში მოქმედი და ევროკავშირის NGO-ისთვის გასაცემ ფულზე არის ლაპარაკი უნდა იყოს გამჭვირვალეო რა ვიცი ესეც სიგიჟე არ არის ხალხო ანუ ევროკავშირში თუ ვინმე ფულს ხარჯავს რომელიმე ფონდი კაპიკ უნდა დაუთვალონ და ჩვენი არ ქვეყანაში რა საჭიროა კაცო ეს ხო დიქტატურაა რუსულია როდესაც აქ დათვლიან ამას ევროპაზე მინდა 1-2 სიტყვა მაინც თქვათ იმაზე რა ხდება ამერიკა კასაგებია ამერიკა არ დაიკარგება მეგობრებო პირდაპირ შემიძლია გითხრა რომ ამერიკას აქვს უდიდესი რესურსი და სხვათა შორის ტრამპი ამბობს რომ ძალიან მაგარი რაღაცა გვაქვს ჩვენ ოკეანე გვაქვს ხო ანუ მაგარ ამას ამბობს ხალხო 21 საუკუნეში ოკეანე ანუ მისი იზოლაცია რაღაცნაირად ძველი სამყაროსგან მისი პლუსი არის მოდი ვილაპარაკოთ ევროპაზე იცი რა შალვა სიამდვილეში იპიპის პრობლემა იცი რა არის მოდი გულწრფელად რო თქვა რა ცოტა ცინიკურები რო ვიყოთ რა იპიპის პრობლემა არის ის რომ ისინი NGO-ებს ვერ აკონტროლებენ
ანუ მე რას გულისხმობ, იცი რომ ანუ IPP-ის პრობლემა ის კი არა აქვს, რომ აი NGO-ები ცუდია. არამედ IPP-ის პრობლემა ის არის, რომ იმ NGO-ებს, რომელიც არის ევროკავშირში, IPP ვერ აკონტროლებს. აკონტროლებენ სხვები. ანუ ევროკავშირის ყველაზე პრობლემა იცი რა არის, რაც დაემართა საბჭოთა კავშირს რა. ჩამოყალიბდა ბიუროკრატია, რომელსაც ვერ აკონტროლებენ. ქვეყნის ლიდერები. ქვეყნის ლიდერები რა. არა, მართლა. კი, არა მართლა რომ აი ხა მაგალითად თავის თავადი გახდა. ხო, აი ხა მაგალითად თვითკმარი. მაგალითად ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი არის ესტონეთის აბაბიჯო, კაია კლასი. ქალი, რომელსაც ანუ არავინ არ აღიქვამს ნორმალურად. არა. და ეს ქალი, რომლის ქმარიც არის რუსეთთან დაკავშირებული ეს ქალი, ბიზნესი. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ესტონეთის არარსებული სახელმწიფო ევროკავშირის გავლენით ყოფილი ლიდერი არის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გამსაზღვრელი, რომელიც სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს უკცალავს რაღაცეებს. ანუ ამერიკას ებრძვის კაცს. ხო, ანუ და შალვა და IPP-ის და ნებისმიერ სხვა ორგანიზაციებს ახლა აქვთ რაღაცნაირი დიქოტომია. პირველ ერთის მხრივ მათ მოწონთ, რასაც გვიშვება ჩვენ ევროკავშირი. ანუ ის NGO-ები მოწონთ, რომ აი საქართველოსო ჩვენ რევოლუციას შეურაცხყოფას გვაყენებენ, რევოლუციას გვიწყობენ, სანქციების სიებს აკეთებენ იმ ხალხის რომელიც მათ არ მოწონს. ოღონდ მათ რო შეეხებათ ეს თემები ეს უკვე აღარ მოწონს. რა ხო ხვდებით არა ანუ ცხადი ხდება რომ ეს NGO-ები არის ვიღაცის გავლენის ქვეშ და ამ IPP-ის პრობლემა აქვს, მათ აღმოაჩინეს და სხვებმაც რა, სხვა პოლიტიკურ პარტიებმა აღმოაჩინეს რომ ეს ამ NGO-ების ძირითადი აზრი არის მათ საწინააღმდეგო და საქმე იმაშია რომ მართლა გამოირკვა რომ ბოლო 30-40 წელიწადში შეიქმნა რაღაცა სისტემა, არ აქვს შეიძლება რას დაარქვევ რა. ეს შეიქმნა რაღაცა რუხი ადამიანების სისტემა, რომელსაც აქვს თავისი სისტემური ლოგიკა და რომელიც ძლიერია, სექტა. ძალიან ძლიერია, ძალიან სექტა. მათ იდეოლოგიაც აქვს, რომელიცაც იმიტომ აი შეხედეთ რა ხა. ენა აქვს თავისი. რა თქმა უნდა NGO-ში ლაპარაკება მეგრევე ხდება. რა თქმა უნდა თავისი ენა აქვს, თავისი მანერები აქვს, თავისი ორიენტაცია აქვს ძალიან დიდ ნაწილს. და IPP-ის პრობლემა არის, რომ ისინი ამას ვერ აკონტროლებენ. ხო, მე ზოგადად გონია, რომ ევროკავშირის როგორც პროექტის თავდაპირველად მიზანი იყო ის, რომ განთავისუფლებული იყო როგორც შეერთებული შტატებისგან, ისე საბჭოთა გავლენებისგან. ეს ამოცანები ევროკავშირმა ვერ შეასრულა. იყო კი ბოლო ესეთი მცველი ამ პროექტის იყო მე ესე ვიტყოდი მერკელი ახდენდა ამას იმით რომ აბალანსებდა შეერთებული შტატებს რუსეთთან ვაჭრობით მათთვის სასარგებლო ვაჭრობით ამ ომმა აჩვენა ის რომ ის ძალიან შიდა წინააღმდეგობა ევროკავშირში არის ძალიან მაღალი ინტერესები არის ძალიან განსხვავებული აღმოსავლეთ ევროპაში სხვა არის დასავლეთ ევროპაში სხვა არის ბალკანეთში კიდე სხვა არის და ასე შემდეგ ანუ მოხდა ის რომ შიდა წინააღმდეგობები უფრო გამძაფრდა და ის რომ ეს არ მოხდეს ძალიან ხელოვნურად ხდება პოლიტიკური პროცესების შეჩერება მაგალითად რუმინეთში შეჩერდა ესე როდესაც პრაქტიკულად თამაშგარეთ აღმოჩნდა მაგრამ ეხლა უჭირს კანდიდატი აი ესეთი უხეში ჩარევებით იმის მაგივრად მოაგვანა პირიქით უფრო კრიზისი ძაბავს სიტუაციას ხო თქო საბოლოო ჯამში ევროპას ბევრი კვლევა არის ამაზე დაწერილი ევროპას არ ელოდება კარგი პერიოდი მომავალში ის ევროპული ის კაპიტალისტური ცენტრიდან გადადის ნახევრად პერიფერიულ მდგომარეობაში ნახევრად პერიფერიული მინდა შეგახსენოთ ევროპა იყო 60-იან წლებში 60-იან წლებში ჩვენ გვახსოვს ღარიბი იტალია ჩვენ გვახსოვს პრობლემების საფრანგეთში ჩვენ გვახსოვს სტუდენტების გამოსვლები და ეს დეკოლონიზაციის პერიოდი იყო მაინც მაგრამ დაღმალობის პროცესში ყოფი ევროპა ამას ემატება ის რომ ევროკავშირმა დაკარგა გავლენები აფრიკაში სადაც მას ჰქონდა გავლენები ინარჩუნებდა დღეს არიან ჩინელები რუსები და სხვა ძალები არა ევროპული ძალები ევროპა რომ შეიარაღდეს და ის აპირებს ამას ხო ეს მაინც არ აქცევს მათ ისეთ გეოპოლიტიკურ ცენტრად რა გეოპოლიტიკურ ცენტრიც მათ უნდათ რომ იყოთ არ აქცევს ეს
ამიტომ ევროპა ეხლა არის ისეთ გადაწყობის პერიოდში, როდესაც არსებობს გარკვეული კრიზისები, რომელსაც არსებული პოლიტიკური ელიტა ადეკვატურად ვერ პასუხობს. ევროპის ინტერესები ამ შემთხვევაში უნდა იყოს ის, უნდა ყოფილიყო ის, რომ რაც შეიძლება მისთვის სასარგებლოდ დაესრულებინა უკრაინის კონფლიქტი, გამოსულიყო რომ თვითონ როგორც მესამე მხარე, სამშვიდობო მხარე, რომელიც გარანტია იქნებოდა ამ მშვიდობისა. არ გამოვიდა, იმიტომ რომ ჯერსეთი უკრაინა ვერ გააკონტროლა, მეორე ერთი შეერთებული შტატები. რუსეთი ვერ შეაფასეს. პირველ რიგში ეგ არის. პოლიტიკაც არ იყო ამისკენ. რუსეთი ვერ შეაფასეს. მე მახსოვს ბორელი გამოდიოდა და სიხარულით ამბობდა, რუსები ბრილიანტებს ვეღარ იყიდიან, რუსებიო ბრილიანტებს ვერ იყიდიან და აი მართლა ჩელაბინსკის ვამბობთ ხშირად და რატომ არა, მაინც ჩელაბინსკელი SVO-ს მონაწილე მუჟიკი. ძალიან დიდი პრობლემა არის, რომ ბრილიანტს ვერ იყიდის იმაში, ამსტერდამში და ციურიხში, ხო? და აი ეგონათ, რომ აი ეგ არის რა. მტერი ვერ შეაფასეს ადეკვატურად. ვერ შეაფასეს ადეკვატურად, რაც მას გამოიწვია არასწორი სტრატეგიების აგება. და ამის გარდა ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს. თვითონ ებღაუჭებიან ისეთ იდეოლოგიურ პარადიგმას, გლობალურ იდეოლოგიურ პარადიგმას, რომელიც უკვე აღარ არის ციხისუნარიანი. ანუ თუ კი ამერიკაში ეს იდეოლოგიური პარადიგმა ნენელა უნდათ რომ გარნიდევნოს, ხო, ტრამპიზმის სახით და ასე შემდეგ. ისინი ვერ მოახდენენ ამ იდეოლოგიური პარადიგმით მის ირგვლივ დანარჩენი ქვეყნების საზოგადოებებს კონსოლიდაციას. ვერ მოახდენენ. და ამის გარდა კიდე ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს, რაც სერიოზული პრობლემა ხდება და რაც ალბათ ევროპასთვის, არ ვიცი როგორ მოაგვარებს, ესა ემიგრანტების პრობლემა, რომელიც არის პრაქტიკულად ისეთი ემიგრანტები შემოდიან ახლა, რომლებიც არ არიან ორიენტირებული, რომ იყვნენ ინტეგრირებული. საერთოდ. პირიქით, იქ მე უამრავი პლაკატი, უამრავი აქცია მაქვს ნახე, რომ პირიქით იქით მოითხოვონ ისლამიზაციას ევროპის. ავტონომიას, ხო? ისლამიზაციას და იქით ხდება კულტურული ასიმილაცია. პრაქტიკულად ჯვაროსნული ლაშქრობა მინუსი ნიშნით რა. შეიძლება ოღონდ-ნელ-ნელა. თქოთ. ევროპაში ზოგადად არის კრიზისული ვითარება და სამი ესეთი ჰიპოსტაზი თუ კომპონენტი შეიძლება გამოყოთ, ხო? პირველი ეს არის ლიბერალური დემოკრატიის კრიზისი. საბოლოო ჯამში, რასაც ჩვენ ხედავდით რუმინეთში, რასაც ხედავთ სხვა ქვეყნებში, ხო, როდესაც თქვათ, აი დემოსის არჩევანი, თუ დემოსი, თუ ხალხი ირჩევს რაღაც არალიბერალურს, ლიბერალური დემოკრატია მყისვე იცვლის სახეს და რაღაც ავტორიტარულ ნიშნებს ავლენს. ესეთი ტენდენციები გაგრძელდება, იმიტომ რომ ლიბერალური დემოკრატია არის კრიზისში, იმიტომ რომ ლიბერალური დემოკრატია ნიშნავდა ლიბერალების მმართველობას დემოკრატიაზე. ჩვენთან რატომაც გაიგივებული არის, რომ თქვათ, დემოკრატია უნდა იყოს ლიბერალური და ასე არ არის, ხო? შეიძლება იყოს ის ეროვნული, სოციალური და სხვადასხვანაირი დემოკრატია. სუვერენული, ხო? მაგარი მოიფიქრეთ რუსებმა. კი, და ასე შემდეგ. მეორე, ეს არის პასიონარიზმის კრიზისი, ხო? პასიონარიზმი რაღაცა ეს ენერგიულობა, რაღაცა ეს სიცოცხლის უნარიანობა დღევანდელ ევროპას, დიდ ნაწილს ასე ვთქვა, დასავლურ ევროპას, აი ფუფუნებაში მცხოვრებ ევროპას აქვს გამოცლილი და იგივე ხა ეს მილიტარიზაციის შემთხვევაში მე ძალიან ან ყოველ შემთხვევაში რუსეთს ამათან შედარებით ეს პასიონარიზმის ბევრად დიდი არსენალი აქვს, რომ აი თქვა თუ საქმეზე მიდგება, ომში წამსვლელები უფრო არიან ვიდრე დღევანდელი ეს თქვა კონსუმერიში ჩამხჩვალი ხშირად ევროპის საზოგადოების წევრები. და მესამე კომპონენტი რაც არის, ეს არის რაღაცა დიდი ცივილიზაციური კრიზისი, ხო? აი ეს რა ქრისტიანული კულტურის რაღაცნაირი უარის თქმა შეიძლება არ იყოს ეს რელიგიური ან აი იმ ფესვების დავიწყება, ესე რომ ვთქვათ, იწვევს იმას, რომ ხშირად აი ამ მიგრაციული პოლიტიკებისადმი ლიბერალური მიდგომა აქვს. კი, ჩვენ ცხადია განსხვავებულისადმი მიღებლები ვართ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს საკუთარი თავი და საკუთარი თვითყოფადობა და ამ კულტურის დაცვა. ჩემი აზრით ეს ევროპას დავიწყებული აქვს და ეს სამი კრიზისი, ეს სამი კომპონენტი კრიზისისა ქმნის აი იმ ყოველდღიურობას, რასაც ჩვენ ვადევნებთ, თუნდაც აი ამ პოლიტიკის ზედაპირზე ამ ევრობიუროკრატების ხარჯზე, რომელსაც ხშირად სხვა საქმე არ აქვს, რომ ჩვენთან მოვიდნენ და თითი გვიქნიონ ასე უაზრო. ძალიან მნიშვნელოვანია სხვათაშორის ახლა თემა, რაზეც საუბრობდით, რომ თუნდაც მიგრაციასთან დაკავშირებით ამ კრიზისებზე, რომელიც შესაბამისად მე შეიძლება ჩვენზეც აისახოს და ამაზეც უნდა ფიქრობდეს ქართველი და საქართველოს მოქალაქე, მაგრამ
მოდი ახლა ამ შემთხვევაში ცოტა უფრო დავწვრილმანდები და ისეთ საკითხებზე გადავალ, რაც საშუალებას აძლევს ჩვეულებრივ ადამიანს იმისა, რომ ანალიზის უნარის შესაბამისად მიხვდეს, რომ თქვათ გვატყუებენ და უნდათ ჩვენი დაღუპვა. აგერ ლატვიის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გააკეთა ასეთი განცხადება, რომ სანამ უკრაინაში ომი მიმდინარეობს, მანამდე ჩვენი უსაფრთხოება არის დაცული, ხო? ჩვენი უსაფრთხოება არის დაცული. კი ბატონო. სულ ცოტათი რომ დაფიქრდე ადამიანი. საქართველოშიც რო იყოს, უფრო დაცული იქნება. ცოტათი რომ დაფიქრდე ადამიანი და კითხვა რომ დასვა. ნეტა ის ბალტიის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ეს ვიღაცეები, ესე გამწარებულები რო არიან საქართველოს ვერჩიან, რაღაც სანქციებს გვიწესებენ, აქ ჩამოდიოდნენ და მიტინგებზე გამოდიოდნენ, რაღაცა ამ დროს ხელისუფლების მხრიდან არის თუ რაღაცა ფაქტები იმას მეტყველებენ, რომ ეს ხალხი მონდომებულები არიან იმითი, რომ მაგალითად ჩვენს ქვეყანაში დაწყებული იყო ომი და რაღაცა კითხვის ნიშანი გქონდა. ნეტაი რატ უნდოდეთ ამათ რომ ახლა ჩვენთან ომი დაიწყოს. აგერ არის ამ კითხვის ნიშანზე პასუხი გაცა მათივე სახელმწიფოს ხელმძღვანელმა, რომ სანამ ჩვენ სამეზობლოში, რუსეთის სამეზობლოში, სხვა ქვეყნებში არის ომი, დაცულია ჩვენი უსაფრთხოება. ანუ საქართველოში თუ იქნება ომი, უფრო მეტად იქნება დაცული ჩვენი უსაფრთხოება. ახლა მე რომ უსაფრთხოების სამსახური ვარ იმ ქვეყნებში და ვფიქრობ როგორ შეიძლება რომ მე ჩემი უსაფრთხოება 5 წლის მაგივრად 10 წლით დავიცვა გარანტირებულად, ხელი უნდა შეუწყო საქართველოში ისეთი ხელისუფლების ჩამოცილებას, რომელიც ჩემ უსაფრთხოებას ასეთ ვითარებაში უშლის ხელს. ხო ეს ხო მარტივი ლოგიკა. მან ჩემი არ დაგეთახმები, ეს არის იდიოტის ლოგიკა. იმიტომ რომ ესტონეთზე რუსეთს საქართველოში კი არა გარშემო სუის ცეცხლია კიდოს 20 კაცი და 50 ტანკი თუ 100 ჯარისკაცი ყოველთვის ეყოფა და მეც არ იმსახურებს. არა, უყურე შალვა, უყურე ესტონეთი რას იმსახურებს და რამდენი იყოფა, ეგ ცალკე საკითხია. ესტონეთსაც, ლატვიასაც და ლიტვასაც სურს რომ უკრაინაში დიდხანს გაგრძელდეს ომი, ასევე საქართველოში, ანუ ის რუსეთი რაც უფრო დასუსტებული იქნება, მათი უსაფრთხოების გარანტია უფრო იქნება მეტი. ხო და ამიტომ კიდე გაწყვეტინება, რაჯობია ესტონეთისთვის და ბალტიისპირეთისთვის, რომელიც რაღაცა კეთილმეზობლური ამბები მოძებნონ რუსეთთან და ჩააცრონ. ეგ რაჯობია, ეგ საკითხია. ეგ მაგას არავინ არ ეკითხება თუ არა, ხო, აი ეგ მაგას არავინ არ ეკითხება. არა, ხო და ანუ ყველაფერი გლობალური პოლიტიკით. ანუ ეს ხალხი ავა თუ კარგად ცდილობენ რომ თავისი ქვეყნის უსაფრთხოება დაიცვან. იმიტომ რომ რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია იმ მიზეზით რომ მაგალითად ესტონეთში 24%, 25% არიან რუსები, გამოიგონოს რაღაცა და დაიწყოს ომი. გასაგებია, მაგრამ ეგრე ადვილი დასაწყები არ არის დღეს. ეგეთი სიტუაცია. ანუ რაც უფრო ეგრე ადვილი დასაწყები არ არის, მდგომარეობაში იქნება რუსეთი დიდი ხანი, მით უფრო მეტად იქნება გარანტირებული. ახლა ამ გარანტიას ხელს უშლის დღევანდელი ხელისუფლება. და მათ სურთ ხელისუფლება შეიცვალოს, ყველანაირი სტანდარტებს გადადიან დიპლომატიის, პოლიტიკის, გარდა იმისა, რომ ერსას და ეროვნებასაც უკვე შეურაცხყოფას გვაყენებენ, ჩამოდიან აქ და მიტინგებში იღებენ მონაწილეობას. და კითხვა ხო ჩდება, რატომ აკეთებენ ამას? გვითხრეს, რომ გვინდა რომ ჩვენი უსაფრთხოება დავიცვათ. ანუ ეს ხელისუფლება ჩემ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემებს მიქმნის, მე უნდა მოვიყვანო ხელი შეუწყო ისეთი ხელისუფლების მოსვლას საქართველოში, რომელიც პრობლემას არ შემიქმნის. ჩემთვის უკეთესია ის ხელისუფლება, რომ გააჩაღოს ომი და მე 5 წლის ნაცვლად 10 წლით ვიქნები გარანტირებული. ამას ჩემი აზრით. ისინი ამ ლოგიკას ხო აწვევენ თვითონ განაცხადეს. ანუ ისინი ახლა ეს მცდარია თუ არ არის სწორი? გვაბოლებენ. მათი ქვეყნისთვის ჯობია, რომ დაცხრეს დაძაბულობა ზოგადად. ეგ ყველასთვის ჯობია, ხო და აი იმიტომ, ხო და არ უნდა მოვიტყუოთ თავი. ესენი ეს ჩვენ ამათ ასე აღსაღებენ. კიდე ერთხელ მაპატია გაწყვეტნე გვექნება ამის დრო. მე გეუბნები რომ ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ ბალტიისპირეთი ისეთ საშინელ მდგომარეობაშია, დაწყლილი ნახევარი ბალტიისპირეთი, ეკონომიკა ნოლზეა და როცა ისინი ამბობენ რომ აქ თუ ომი იქნება, იქ თუ ომი იქნება, ჩვენ მაგ დროც მოვა, ადრე თუ გვიან, მაგრამ ომი მათ დედას უკლავს. რა თქმა უნდა. ამიტომ ეს თავიანთ მოსახლეობას აბოლებენ ამით. იციან რა მათ არ ნახობენ რომ ომი უნდა
კარგია და სხვასთან ომი კარგია. მათ კანახობს გლობალური დასავლეთი. რა თქმა უნდა, მე ეს ხო ეს ხო ცდილებას ხო სხვანაირი არის. აი მაგალითად 90-იანებში დაიწყო ჯერ ყარაბაღში ომი, მერე საქართველოში, მერე ჩრდილოეთ კავკასიაში. ხო. მე ეხლა დაიწყო ყარაბაღში, არ დაიწყო საქართველოში, არ გადავიდა. არ გადავიდა. ანუ სახო. ანუ ლოგიკა ის რომ 94-ში არ დაიწყო ჩეჩნეთის პირი 15-ში. რეალურად მიცა მათ 5-6 წელი მიცა იმის საშუალება რომ რუსეთი ამ პრობლემებში ყოფილიყო ჩართული ჩეჩნეთს გულისხმობ ამ შემთხვევაში ხო ლოგიკა არის ამაში როგორ არ არის ლოგიკა ეს არის რეალობა ფაქტი მათთვის არის ლოგიკა რომ უსაფრთხოდ იქნებიან მეტი დრო ექნება რა თქმა უნდა მოახერხეს მათ ნატოში ისტორიულად ესე გონიათ ამ პერიოდში მოახერხეს მათ ხო აი სხვათაშორის შეიძლება მართლები ხართ მაგრამ აი კაია რომ გავხდოთ კონტრარგუმენტი შეიძლება წარმოადგინო ზოგადად ეს არის ძალიან როგორც რისკიანი ლოგიკა როდესაც ჩვენ არა დარეგულირებაზე არამედ იქ მისთვის საფრთხის გაჩენაზე რისკია უყურე სად ავწდით უყურე ჩვენი ლოგიკები დარეგულირებას მაგათ არავინ არ ეკითხება აი ეგ მაგაში ვსო ეგ ნათელი ხდება აი ვსო მაგენი ვერ დაარეგულირება ვერა ამიტომ გამოსავალი რა დარჩა კი ბატონო კი გამოსავალი დარჩა დიდი ხანი იომოს რუსეთმა კი მურჩა ამ შემთხვევაში ჩვენ მართლები ვართ მაგათ არ ეკითხებიან ახლა თუ არ ეკითხებიან გასაგები არა ჩვენ ხო ხედავთ რომ არ ეკითხებიან ხანდია რა თქმა უნდა ამიტომ მეტი რესურსი უნდა დახარჯოს რუსეთმა სამხედრო რესურსიც ფინანსური რესურსიც რომ აღარ კონდეს მე იმის საშუალება სანამ სულს მოითქვას რომ მე თქვათ რაღაც თუნდაც პატარა ქვეყნის იმართულებით გაილაშქროს. პატარა ჩაჭრა ბალტიისპირეთის რუსეთისთვის ღია ვაჭრობა არ ჯობ ეხლა რომ მაიმუნობენ და ღვინოროში აქვს თვითონ თავიანთი ღვინო. ღია ვაჭრობა, ღია თანამშრომლობა ხო? ეგ ომი მაგათ არ დაუწყიათ და ვერც მაგენი დაამთავრებენ. შესაბამისად უყურე ამ ომის პირობებში, ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში გამოსავალს ეძებენ მათი ქვეყნისთვის საუკეთესო. ეგ გასაგებია. თუ მათ არ ეკითხებათ, რა თქმა უნდა, საკითხების გადაწყვეტა. იმ საუკეთესო გამოსავალში უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენ უნდა მოგვაყოლონ ომში უნდა ჩაგთონ ქარცეცხლში უბედურებაში გაგხვიონ რომ თვითონ იყვნენ წყნარად რო იყვნენ შესაბამისად უყურე ძალიან მარტივი ლოგიკაა მე რო წყნარად ვიყოვო ეს ხელისუფლება არ გამომადგა ანუ ის ხელისუფლება უნდა მოვიყვანო რომელიც მე გამომადგება იმისთვის რასაც მე ვგეგმავ ანუ ეს ნაცფაშისტები იმიტომ უნდა მოიყვანონ იმიტომ უჭერენ მხარს რომ დარწმუნებულები არიან ანუ როგორც მათ არავინ არ ეკითხება ომის დაწყებას და დამთავრებას ისე შემდეგ არავინ არ შეეკითხება ნაციონალურ მოძრაობას და მათ ანასხლეტებს ომის დაწყებას და დამთავრებას. ანუ ეს არის ერთმანეთზე გადაბმული და გადაჯაჭვული. ეს ხო მარტივი ლოგიკაა. ამას ხო არ ჭირდება დიდი ფილოსოფია და ეს რაღაცა აზროვნების უნარი. თვითონ გეუნებიან რომ ჩვენ ვიხსვით ამისათვის საქართველოში რომ გავაკეთოთ ეს, მოვახდინოთ ეს. ეხლა რაც შეეხება შალვა იპიპისთან დაკავშირებით დასვი კითხვა და მინდა მაყურებელს შევახსენო სულ რაღაც 2 კვირის წინ იპიპიმ რო ამ ყველას დიდმა პარტიულმა გაერთიანებამ ევროპაში რო გამოაცხადა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია რომ მიიღო თუ გახსოვთ პირდაპირ ეწერა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით ანუ ითხოვდნენ ხელისუფლებისაგან გაუქმებას იმ კანონისა რომელიც ეხება არასამთავრობოების გამჭვირვალობას. ხო არის ცინიზმი 2 კვირის წინ საქართველოში ხელისუფლებას ასანქცირებდნენ მოთხოვნა იყო რომ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ეს კანონი გაუქმეთო და დღეს რა თქმა უნდა მიუხედავად იმისა რომ ეს უკვე ამერიკული ფარას კანონი იყო და დღეს თვითონ ამბობენ ევროპაში რას აქ აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ იქ უწოდებენ NGO-ებს და თხოვენ ბიუროკრატიას, ევროკავშირის ბიუროკრატიას, რომ არ კონტროლდება NGO-ებზე მიცემული ფული და ისინი ევროკავშირის ბიუროკრატია ამას იყენებს მათთვის სასარგებლოდ. ისინი ყოფილან NGO-ები და თვითონ რომ აფინანსებენ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებს ეს არის სამოქალაქო საზოგადოება რომელიც იბრძვის ევროპის ანუ თუ ადგილობრივი იმ ქვეყანაში ფინანსდება ის ყოფილა NGO და მოსახლეობისაგან და ორგანიზაციებისაგან და თუ სხვა ქვეყანა აფინანსებს ის ყოფილა სამოქალაქო საზოგადოება ესეც ერთგვარი დაცინვაა დასავლეთიდან ევროპიდან გვეუბნებიან
რომ თურმე ჩვენ დღესაც უნდა გავაუქმოთ კანონი გამჭვირვალობის შესახებ და ასევე უნდა ხაზგასმით ამობენ, ასევე უნდა გავაუქმოთ კანონი ოჯახური ღირებულებების შესახებ და ამერიკის შეერთებული შტატები პირიქით მხარს უჭერს კანონს ოჯახური ღირებულებების შესახებ. ამ დროს როგორ მოვიქცეთ? რა გავაკეთოთ? ჩვენ ხო გვინდა ისინი ხო დასავლური ღირებულებებისთვის იღწვიან და იბრძვიან, მე თვითონ არაფერი არ აინტერესებს. ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება საქართველოს, რომელს უნდა დაუჯეროს? სად წავიდეთ? ანუ ჩვენი აზრი არ უნდა გქონდეს ამასთან დაკავშირებით, რა ჭირდება ჩვენ ქვეყანას, ჩვენ საზოგადოებას და ჩვენ სუვერენიტეტს, ამაზე არ ფიქრობ. იმიტომ არ ფიქრობენ, რომ მათ იციან, რომ მათ მაგივრად სხვებმა უნდა იფიქრონ. და მათი საქმე არ არის ქვეყნის მართვა. მათი საქმეა ქვეყანაში როგორმე შექმნან არეულობა, რაც ხელს შეუწყობს მათი ხელისუფლებაში შეძრომას. მე ძალიან მინდა გავაკეთო გადაცემა, ოღონდ კონსერვატორია არ უნდა ერქვას და არ უნდა იყოს კონსერვატიული, ცოტა უხამსობის YouTube გადაცემა მინდა, სადაც ყველაფერს მოვყვები ანეკდოტები, ისე როგორც გაუპატიურებაზე მოვყვები, ასევე ესეთი ანეკდოტი არის, თქვენ გდომებია ჯღანავი, ანუ სხვა რამე არ გდომებია თქვენ. ბევრი ესეთი ანეკდოტია და როგორც ყოველთვის უხამსი ანეკდოტები ძალიან ზუსტად გამოხატავს მოვლენის არსს. ანუ მაგათ უნდა ჯღანავი, მეგობრო, აქ დემოკრატია და საქმე არ უნდათ. აი ამ ყველას, აი ამ მართლა ბილდს გარემოს, განსაკუთრებით იქაური NGO-შნიკების ასლებს, ქართველ NGO-შნიკებს, აქ უნდა ძმაო ჯღანავი. მაგის უფლებას ჩვენ არ მივცემთ. ეგ დამთავრებულია. გუშინ იყო, ხო? გუშინ ამ დღეებში იყო ქართული ოცნების ყრილობა და ვიღაცა აბსოლუტურად გიჟური კითხვებით მიდიან რაღაცა სიგიჟეებს, უკვე აი სიგიჟის დონე მატულოს ეგრეთ წოდებული ოპოზიციური მედიის და რაღაც სიგიჟეებს ეკითხებიან და ვუყურებ ამათ და ნუ აი გაოცება. თქვენ თუ იცით რომ 1400 ჟურნალისტი არის დაფინანსებული უცხოეთიდან შემოსული თანხების საქართველოს. აი კაცი. 1400 ჟურნალისტი და რატო გიკვირთ მე რომ ვიღაცა გამოხდება და დასავლეთიდან რომ გეუბნებიან რატომ არ ასრულებთ. და ეგ როგორ არის? დაბნიას, მაგრამ საქმე გააკეთა აქედან სამმა. იქაც დიდი ამბავია, იქაც ეს სხვათა შორის კონტროლი კიდე რას ნიშნავს? ფულის გთამების და კორუფციის წინამდეგაც არის ეს კონტროლი, იქაური კორუფციის. NGO აიღებს, ჩაიდებს დაწეს რომ 500 მივეცი, ეს დავამკვიდრე და ასე შემდეგ. თქვენ იმას თუ მიაქციეთ ყურადღება, ჯო უილსონის ის რაღაც კლასიკური განცხადება რო იყო, არჩევნების გაყალბებაზე რომ ამბობდა და სალომე ზურაბიშვილს რო გაუყალბესო, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არჩევნები რო გაუყალბესო. კაი. მე მგონი დღესაც არის ის რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა და არა საპრეზიდენტო არჩევნები. ხო, ისე გაუყალბეს. იმას უკრავენ ტაშ. სხვა ტაშ. და მე ვთხოვ რომ ქარდი არსებობს და ის ქარდი გამოიტანონ და ნახოს საზოგადოება, სადაც პირდაპირ წერია რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაუყალბეთ, ესე იგი ლეგიტიმაცია არ ქონდა არც მაშინ. მადლობთ მეგობრებო, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მოვალ შაბათს.